არ მიქაროს და მიქაროს აუცილებლად. არა მგონია. მიქაროს, სხვა რამაია, იმედი დავიტოვოთ, რომ ამ სისხლიანი ფორმა არ ეხნება. სისხლელებს დააყვანს კიდე და თუ მოусმენთ ლაპარაკობს ამ სისხლელებს, რა. ლაპარაკობს. როგორ სისხლელებში მე აღარ ვიცი, დავით, მე მაგაზე თავიდან ვერ ვამბობდი, რომ ხალხი ისე იყო გაშტერებული, რომ ეს ცელკაც მაინც არ მოესმინა, მეგანა არ მესმოდა რა ხო. არ ამყობოდა ხო ხალხი. ნორმალ ადამიანებს ჩემი თქმა არ უნდა, ისაც ხდებია. მე ვqulს უჩვევ გაშტერებულ ადამიანებს, რომ გაიგონო, რომ სანალი აზრის არსებობს და მე წინ მაინც დახვდეთ, თუ ნამუსი ეყოფათ აღიარებდნენ და თვითონ ვერ მიხდართ. თუ არ ეყოფათ, იქნებიან იმაში და მაგრამ მე სხვანაირად ვწუხარ ჩვენთან გაჩნდა საკმაოდ დიდი ჯგუფი ადამიანების, ეს უმრავლესობას არ არის და ალბათ 10% 20% არ აღწევდა, მაგრამ არიან ადამიანები დარდი რომ არ აქვს ამ ქვეყნას და ეგოიზმი არ ქვია ამას, იმიტომ რომ ნამდვილი ეგოიზმი იმას მაინც ეხებოდა, რომ თუ ნორმალურად ქვეყნად ვერ იცხოვრებს ქვეყანა, ეს თვითონ ვერ იცხოვრებს. ჩვენთან ავადმყოფი ეგოისტები არიან, რომლებიც ცვლიან არაუშავს გაქცეულა, მე სააკაშვილის წყალობით თუ კარგად ვარ ვიქნები რა და გაქცეულა ეს ქვეყანა. აი ესეთი ეგოისტები ასათ არ არიან. გარდა ძალიან ჩამოშენილი საზოგადოებებისა და გაჯაგვარების ნიშანი აი სიმსივნის ხეულზე, აი ეს მათი მეშვეობით გოწყობა, რომლებიც ახლა ამბობენ, აი ის გეტყვით. აბა რა უნდა ეხნა, მაინც რაღაცა საკეთებს, იქნება მაინც რაღაცა ქნას, ეთყობა რაღაცა გეგმა იყო, რუსები წამოიკიდა, ჩათვალეთ ეს არის სიმსივნე ჩვენს ხეულზე, აი ეს ადამიანები. ან არიან უზნეოს მიდაცემული ხალხი, რომელთაც ფერზე კიდია ქვეყანა თავის კეთილდღეობის გამო, ან და სულ დეგენერატები არიან. არანაირი საშუალებური აქ არ არსებობს. აი ესე პირდაპირ შეგვიძლია თვითონ იყოს კაცი რომელსაც ეთქვით, ან ერთი ამ მეორე, ნუ ხეთქენ შეასრულოს რომელია. სახელმწიფო პროპაგანდა არის ეს მას სხვა გზა არა, და საბჭოთა მოიმკა დაშლა ეგეთი პროპაგანდა. იქ ერთი არხი კი არ იყო თქვენსაც, საერთოდ არანაირი არხი არ იყო. არაფერი არ იყო, ერთი გაზეთი გამოდიოდა, ну 700 სახელმწიფოებრივ თუ 7000-ით, ერთი ტელევიზია იყო 200 მიახსია, ხო, საბჭოთა მეორე და რუსეთის არხი გაჩნდა კიდე და საქართველოს ორი არხი იყო. და ყველა ერთი არის, ხო, და რა მოიგო. ეხლა აქ იმის იმედებია, რომ არავიშავსო კაცო, აი 21 წელს ვინც გაფრთხილდეს ბოლშევიკებმა, თვითონ იმას ნაშიერები არიან არა. ხო და ახლა წარმოიდგინეთ ადონეზე არის გუშინი შემთხვევით უყურე რესტორანში შეხვედრიან ერთმანეთს გასეცილავდნენ გუნცაზე და ნოღაიდები. იქ ორი მომსახურე ხალხი ამბობდა, რომ შემოვიდა და ინახეს და დაჯდა. ეთქვა და დასწრა. რუსეთი ახსენეს, დამთავრებულია. და რესტორანში ვერ დასხდნენ, ვერ დაელაპარაკონ და რუსეთი არ უნდა ახსენო. თუ როგორ იქნება ეს საქმე რა. და იქ ვინც ილაპარაკეს იმ ადამიანებმა, ვინც დიდ მოწმეს მოყოლათ. იმ კორესპონდენტ ჟურნალისტებს თავიხმას მე მგონი, სხვა ასე არ გამიგონია. განსხვავება თვითონ ტელეგრაფიასა და იმ ადამიანებს შორის იქვე იყო, ხო ეს ამბავი. მაგრამ რადონენდია ეს მისერ გავიწოდოთ. ხო? ასეთი მეთოდები თუ გონია ვინმე ამას გახდება ძალიან ცდება ვიმეორებ ეს ზია დაჯდა. თუ ვინმე გონია რომ არ მოეკითხა სოციალურ წრეებში ვინც გავყიდა იმას, ცდება იმასაც მოკითხა სხვა შორის ულვაშა ჩვენმა იოსებ ბესარიონის და ლავრენტი დია ხოლმე მოხდება და ისინი ყველა დახვიწყეს. კი. სულ ყველა დახვიწყეს სხვათა შორის და უნდა ვიქოს რომ კარგი ხნეს ძალიან. არ არის სოდოები, არავინ არ არის სოდო, ვინც თავის ქვეყანას დაუშავებს. არა, თორე მე იმას ვქნები, იმას ბევრს ეგონათ რომ კაცს უკეთებდნენ ქვეყანა. განსხვავებით ამათგან, ამათ არაფერი არ გონიათ. არაფერი არ გონიათ რომ ამ კაცს უკეთებენ, ამ სულს უკეთებენ რა. თავისას არ გაუკეთებენ, იმაზე არის განათარგმნებული ხალხი. თორე იქ საკმაოდ ბევრს ეგონათ, განამდვილებით შემიძლია ამის თქმა, იმიტომ რომ ახლა მე გავიზარდე ეს ეზოში, ფილოსოფიაში, ხო, საერთო ეზოები რო არის, იტალიის ეძახიან, ათო ვერ გავიგი და ყველანაირად ვცდილობ ავწეხო, მაგრამ ვერ ავწე ამ სახელწოდებას და ეხლა მე ხომ ახსოვს თავის ადამიანები ყვებოდნენ რამდენიმე შემჩევი მეგობრის პაპა იყო, მაგალითად არამდეობის პირი ბოლშევიკების დროს და სულსაც სამოგვარი ვაგის მინისტრი იყო თუ რაღაცა, შიმშილით მოკვდა კაცი. იმის გამოფიტვის გამოკვდა. აი, ესეთი ადამიანებიც იყვნენ და მიუხედავად ამისა, მან დაუშავეს ამ ქვეყანას რა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმ იდეის დაჯერებული მებრძოლები იყვნენ, ეს ფაქტია რა. ეხლა ვითარებაც არის და 7 ნოემბერით ამას ლოგიკურად უკავშირდება, ხო? ვიმეორებ ჩვენი რუსეთთან ამწუხაროთ პრაქტიკულად გამოირიცხა რაღაცა კონტრაქტი გორბაჩოვი ბატონი ალექსანდრე არის ძალიან ჭკვიანი და ძალიან წესიერი ადამიანი და პატრიოტი და დაეჯერება მას. გასვენებთ გორბაჩოვი რომ ესეთ როლს ასრულებდეს არ ამგონია. ეს არ ამგონია. მანგარიში გაუწევ არ ამგონია.
ის ხალხს მეტნაკლები ასატანადუზი ნუ ეცინივით არის შენ როგორც ეცინი ეცოდა ისინი ვერ იწამდნენ ერთმანეთს ეგორი ადამიანები სხვა შეც მაგანაც დასწავლ საფრთხე და ჩვენ ამაზე ჩამაშობთ ცდილობთ დაპირისპირებაზე სხვა ნუ რა ვქნა როგორ გიხინეთ მეგეჭედას მაგრამ არ არის გორბაჩოვი ახლა ესეთი ეს ალბათ მისი იდეაა ეს ძველი იდეაა და ჩვენ რომ გვეფიქრა მოგვიგერიებინა ეს ათასადრევამბობი რეგიონალური მოსყობით ამას ჩვენ მოვიგერიებთ ხო ის იყო ახლა ზამბობდით ეგეც გავიდა არა მანამდე სამოვდით თავის დროზე სამართლიანობის სამართლიანობის პარტია იყო ეროვნულ მოძრაობაში რომელიც ძალიან ფუნდამენტალურად გადაგებდა მე ყოველთვის მომხრე ვიყავი მაგრამ ეს იყო ოლქებად მოსყობა მსხვილი ერთეულები მაგალითად გორის ოლქი გადაყვალყავდა იმ ცხინვალს რა ანდა ბოლოს ცხინვალის ოლქს და არ ქონდა და დიდი პრობლემები არ იქნებოდა ხო სამეგრელოს ოლქი კი არა ზუგდიდის ოლქი მაგალითად მე გარწმუნდით ჩვენ უკვე ქუთაისში ვეღარ გავიგებდით აფხაზეთის პრობლემას რა არც უნდა ასე იქნებოდა თბილისი როგორც ოლქი თქვა თვითონ მოუვიდა ყოველთვის პრობლემას სადღაც მათ არის ბიუჯეტი ნაკონი თავის სამეურნეო საქმიანობას უნდა მისდევდნენ და არა ისე რომ თბილისი იქნება თუ სხვა მხარე თუ ქალაქი არ მოხაპავ ყველაფერს და ამაში ხთამებს იყო მე გამოყოფაში ხთამებია ის სატანაში ხთამებია და რა უბრალოდ კაცმა არის და ესეთი მასშტაბობა შუა საუკუნეებმა არის ის ადგილებს შეგუდა და ნაწილი მიდიოდა არის შუა საუკუნეებში არ არის შუა საუკუნეებში ის გაყოფილი იყო რამდენი შეგუდა რა ვიცი მე თუ მეთხევადა თქვენ ჰერცოგი ხო თქვენ იცით რამდენი თქვენ რამდენი რა არ მომსებდით რა და მოიცებოდა ამის კიდო რა ეს ნამდვილი იყო ყველაფერი შესაძლოა იყო რა ოდიშის ერისთავი იქნებოდა თუ ქართლის ერისთავი რატისოდა მე შეგონეთ უნდა ასე მივიდოდეთ და ეკონომ ახლა რაღაცა ყველაფერი მომისა მე მევიფიქრე შეიძლება დაგიბრუნო არ იყო ეს ჯარდა მოგიყვანა ჯარი ეს გამოყობა ქვეყნის საუბრად ამეთის მომხრები და იძალი უნდა იჩინა სხვა ყველაფერი არა აი პრინციპში რაზისკებდანეთ სანამ არ მოგვარდება რუსებთან ურთიერთობა არ მოხდება რეალურად თუ კი შევხედავთ ეს ქართულ ნაციას პრობლემა აქვს ხელისუფლება პრობლემა აქვს რუსეთი აი რაღაცით ეს პრობლემა გავს საფრანგეთის პრობლემას აი პარის კომუნა გახსოვთ ავანტირის გამო დაიწყო და მარქსის ცნობილი განმარტება დამპყრობლური ომის სამამულო ომად გადაიქცაო სამამულო და ვერ ვაქციეთ ჩვენ იმდაფერი კაპიტულები მაშინ მეტად გადაიყარეს გერმანელებმა აი მაშინ კატასტროფა ფრანგეთში ალბაჯერების გამქონდა სხვათა შორის და არასწორი გაფრთხილების რაღაც ამდაგვარია ჩვენ თან როგორ იმათ გამარჯვებების შემდეგ ქონდა სულ მარჯვებდნენ მანამდე ნაპოლეონესთან სულ გამოდმებით და გადაწყვეტა რომ იმათაც ვერ გამორჩა ეს მომენტი როცა ისინი უკვე მოძლიებდნენ ახლა პრუსია საფრანგეთს გამორჩენოდა თუ ფარდი ქვეყანა განაგა საქართველოს რუსეთი ტელევიზიას უყურებთ ენაიციმისი შენ თავზე გადაგას ლუკას მაინც დახედავ როგორ უნდა გამორჩენოდა თუნდაც მართობის ფასები ახლა ეხლა დაიკლო თორე მაშინ რა ხდებოდა 150-მდე ავიდა ლამის ამას გამორჩა მაგრამ ჩვენ კი არა შეერთებულ შტატებს გამორჩა და გამორჩა იმიტომ რომ ხელმძღვანელობენ იდიოტები იმედი მაქვს შეწყდება მათი ხელმძღვანელობა არ დაუძევეს არც ექსპერტს არც აი კოლინ პაუელი წავიდა მთავრობიდან საერთოდ ეხლა იმიტომ მოწეს ობამას ხარს ათი წავიდა მთავრობიდან რომ ნახარო რეგენერატების ყაფაში რამსფორდის მეთაურობით ხო ну ის ხალხი ხარ ეს მიდი მოდის ეს ახსოვებელია ბუშის ეს ჩამოყალიბებული ჩურჩუტია ხო ბუში აი დაღუპეს ამერიკაც კი ну დაღუპავდა არ არის მაგრამ უდიდესი პრობლემები შექმნა ეს ჩვენ გვიკვირს ვერ გათვალეს იგივე რუსეთიც 9 აგვისტომდე დარწმუნებული იყო რუსეთი არ გადმოვიდოდა ქეთრაქეთ გადმოვიდა და პირი დააგეს ეს ხალი გამოგვიგზავნა ხალი გამოგვიგზავნა ქვეყანა წყალს მიაქვს რა რატომ რაღაც ხალი ეს დაიყო სმელი კაცო ხალხი სენაზე ხო კლიშე არის როდესაც ამერიკა ვინმე შექმნება აფრიკის ხალი გამოგვიგზავნა იმიტომ მათ იციან რომ ზუსტად ხდება მესამე სამყაროში განვითარება ქვეყნებში ეს ქვეყნები ზუსტად უდაბნოებია და ამ ტიპის არის და ამიტომ გაახსნეს რომ ჩვენ მესამე ქვეყანაზე ყალი გვიჭირდა თუ რამე არ გვიჭირს ჩვენ სამყაროს გვიჭირს და ყალებები ვაკეთებთ რა თქვენია ხა მოაც რეგიონის ხო ზებულებით ისე მოიხსენ იცი რა ჩვენი თქმა უნდა ყოფნა რა ჩვენ და ყოფნა ჩვენი თქმა ყველა მოვლენებში აქამდე საქმე არ უნდა მისულიყო და აქამდე საქმე იმიტომ მივიდა ეხლა ბევრი რომ დიდი სიზნეს გიქხოს და ბევრი ამას წავსამბებს თავშივე აი ეს უფლებები რომ მიენიჭა
იყოს არაუშავს რო იძახოდნენ. ზოგი მისგვერდით რო იყო და ეხლა აღარ არის. მე რომ ხალხი ხვალისწონდა, ესედა ხვალისწონდა, ორსამდე მაინც შეხვედრია. თუნდაც 15 დამზადა მასთან ერთად. იმ ადამიანებს ზებავობ. კაცი სამსრი კონცერტი აიგებს, სამწინაზეებს ვერ მოისმენს და ორწინაზეებს გადაგმულად ვერ ამბობს. ვინმე წარმოვიდგენია, რომ შეიძლება რამე გაანალიზოს და არ ჭირდება მას, ხო გონიათ ხომ უნდა იყოს.